Particular დღეს ქართული ოცნების დღევანდელი ლიდერები ადასტურებენ იმას, რასაც ჩვენ უკვე წლებია ვამბობთ, ხო? რომ ქართული ოცნება არის ღრმად კორუმპირებული კრიმინალური სინდიკატი. და როდესაც რამდენიმე წლის წინ ჩვენ ამაზე ვლაპარაკობდით, მაგალითად 2 წლის წინ 2023-ში ვაპროტესტებდით ფარცხალაძესთან დაკავშირებულ მოვლენებს, როდესაც ეროვნული ბანკის კანონმდებლობას ცვლიდნენ, ესე ვთქვათ, დაეკრიშათ, ასე ვთქვათ, ეს ადამიანი სანქციებისგან დაეცვა და ამავდროულად გამოდიოდნენ ქართული ოცნების ლიდერები და ამბობდნენ, რომ ეს არის პატრიოტი ადამიანი, ვისაც ცილს წამებენ და როგორ შეიძლება და ასე შემდეგ და აღმოჩნდა, რომ აი ყოფილი ბოტასების ქურდი, შემდეგ უკვე რაღაცა თანამდებობაზე რო ნიშნავდნენ ყალბი დიპლომის წარმდგენი და ასე შემდეგ ხალხი, რომელსაც უპირისპირდებოდით ჩვენ მაშინაც დღეს თურმე აღმოჩნდა, დღეს აღმოაჩინეს ამათ, რომ ყოფილა რაღაცა მძიმე დანაშაულში ეჭვმიტანილი. ხო, ეხლა უკვე თვითონ ამბობენ ამ ყველაფერს რა. მე მგონი ყველასათვის ნათელია რომ ქართულ ოცნებას სინამდვილეში არაფერი არ აინტერესებს იმ თემები და რაზეც ის ლაპარაკობს. ანუ საკუთარ ამომრჩევლებს ის ცდილობს გააბრუოს რაღაცა deep state-ზე ლაპარაკი, თვითონ რაღაცას ებრძვის, გლობალური ომის პარტია და ათასგვარი სისულელე და ამასობაში უბრალოდ ამ დროს იყენებს იმისთვის, რომ მეტი ფული მოიპაროს. სხვანაირი ახსნა რეალურად არ აქვს და ეს ახლა ამოტივტივდა ზედაპირზე რა. და მე მგონი არავისთვის ეს საიდუმლო აღარ არის, რომ ქართული ოცნება არის კორუმპირებული კრიმინალური სინდიკატი, ამ რუსულ რაღაც კრიმინალურ სამყაროსთან ინტეგრირებული, მე არ ვიცი. ეს არ არის საქართველოს მომავალი რა, ჩვენ არ გვინდა რომ აი ეს ქვეყანა იყოს ისეთი, რომელსაც ძველი ბიჭები და რაღაცა მოსკოვიდან ჩამოსული კურდები მართავენ. ეს ქვეყანა უნდა იყოს სახელმწიფო, სადაც სათავეში არის ხალხის მიერ არჩეული მთავრობა და ანგარიშვალდებულია ხალხთან. აქეთ მხარეს წინააღმდეგობის, დემოკრატიული წინააღმდეგობის მხარეს მე ვფიქრობ, ჩვენ რა თქმა უნდა გქონდა მძიმე დანაკარგები, იმიტომ რომ უდანაშაულო ადამიანები, მწერლები, პოეტები, მსახიობები, პენსიონერები, სტუდენტები, პოლიტიკოსები სრულიად არაფრის გამო გამოკეტეს ციხეში და ეს რა თქმა უნდა მძიმე არის ჩვენთვის ყველასათვის, მაგრამ მეორე მხრივ ეს იყო შეუპოვრობის და რა ვიცი, ასეთი სიმტკიცე, ასეთი გამძლეობა მე არ მახსოვს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას აქამდე ოდესმე გამოევლინოს თუ არ ჩავთვლით ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას. აი ამდენი ხნის განმავლობაში ადამიანები, რომელთაც ერთმანეთთან აი შეიძლება ესეთი პრაგმატული რაღაცნაირი ინტერესი არ ქონდეთ, ხო? არც იცნობდნენ ერთმანეთს, აი ამ ამხელა რეპრესიის ძალადობის პირობებშიც კი, აგერ უკვე 400 დღე ხდება მალე რაც ერთად ვდგავართ და მიუხედავად ყველაფრისა ჩვენ მოვახერხეთ ის რომ აი ეს წინააღმდეგობა შეიქმნა და შეიკრა უკვე ჩემი აზრით ძალიან დიდ მდინარე, ძალიან დიდ ნაკადად, რომელშიც შიგნით ბევრი შენაკადები ჩადის, საპროტესტო მოძრაობები, პოლიტიკური პარტიები, აქტივისტური მოძრაობები, სხვადასხვა პროფესიული გაერთიანები, მაგრამ ეს მდინარე უმატებს სიჩქარეს და ერთი მიმართულებით მიედინება რა. და ამას წინ ვერ დაუდგება ქართული ოცნება. ამას ვერ დაუდგება არა იმიტომ რომ მე ხა აქ მინდა რაღაც ფუჭი დაპირებები თქვა, არამედ იმიტომ რომ მათ აღარ აქვთ შინაგანი რესურსი იმისა რომ ხალხის უკმაყოფილებას გაუმკლავდნენ. ისინი შეცდომენ რა გაძლევთ ამის თქვის საფუძველს? ჯერჯერობით როგორც კობახიძემ თქვა, წარმატებით უმკლავდება. ეხლა რამდენად ჰუმანურად ეგ საკითხია, ხო? ეხლა სახე დალეწილი ხალხი გვინახა, გვახსოვს. და ამას ჰუმანურობას ეძახის ბატონ კობახიძე, მაგრამ გამკლავებით უმკლავდებიან. გამკლავებით შეიძლება ითქვას, რომ ისინი ჯერ კიდევ ინარჩუნებენ ძალაუფლებას. მაგრამ ამ ძალაუფლების შენარჩუნებას მათ შეწირეს ყველა ის მნიშვნელოვანი რამ, რაც საჭიროა ძალაუფლების რეალურად და თანმიმდევრულად და ხანგრძლივად შენარჩუნებისთვის. იმიტომ რომ მათ იძალადეს ხალხზე, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ხო, და ეს ყველა ვიცით და სასტიკი ძალადობას ჰქონდა ადგილი ქალაქების ქუჩებში, ხო? და ამით დაკარგეს ხალხის მხარდაჭერა, მათ წააგეს არჩევნები. მათ ის ადგილობრივი არჩევნებიც წააგეს რეალურად, იმიტომ რომ ის წინასწარ უკვე გაყალბებულ არჩევნებშიც კი მათმა ყველაზე მაგარმა პოლიტიკოსმა ცოტა ის არის აქ კახა კალაძემ 20% ძლივს აიღო თბილისელი ამომრჩევლების და იქიდან რამდენიმე იყვანეს კიდე ძალით იძულებით დაშინებით რაღაცის დაპირებით ეგ არავინ არ იცის ხო ამიტომ ამ ხრივ ფიასკო აქვთ ნდობის საკითხში ფიასკო აქვთ იზოლაციაში არიან საერთაშორისო და მორალური მხარდაჭერა ანუ ისინი ძალაუფლებას რა თქმა უნდა ინარჩუნებენ მაგრამ ინარჩუნებენ ხიშტების ხარჯზე და ხიშტებზე ჯდომა დიდი ხანი შეუძლებელია. და აქეთ მხარეს, ხო, აქეთ მხარეს არის კიდევ უფრო და უფრო მზარდი, რაც არ უნდა თავები თვალონ, რუსთაველზე როდის რამდენია, ყველამ კარგად იცის.
რომ ხალხის უმრავლესობას უნდა ცვლილებები. ხა კობახიძე რო ლაპარაკობს ჰუმანურობაზე, ეს არის აბსურდი, იმიტომ რომ ან უნდა შეგეძლოს ისაუბრო ჰუმანურობაზე, ან იმაზე, რაზეც კობახიძე საუბრობს ხოლმე, ხო, ნულოვან თანაგრძნობაზე. ანუ ან ნულოვანი თანაგრძნობის კაცი ხარ, ან ჰუმანიზმს, ორივე ერთად ვერ იქნები რა. და რა ვიცი, ხა ქუჩაში რო ხალხი არ დახვრიტეს და რუსთაველზე სახჩობელები არ აღმართეს და იქ არ ჩამოკიდეს, ჩვენ სულ ყველა ამას თუ გულისხმობენ ისინი ჰუმანიზმში. ხო, ალბათ მაგას გულისხმობდა, იმიტომ რომ იმისი კიდე რაც მოხდა, ამას თუ ვინმე ჰუმანიზმს არქმევს, ხო? ნუ მე იმას ვერ მივიჩნევ, რა ვიცი, არ ვიცი რა უნდა დავარქვა რა ამას, ხო? და ეს ხო მარტო მე არ მაწუხებს ჩემი აზრი და მარტო ჩვენ არ გვაწუხებს ის რაც მოხდა ქალაქის ქუჩებში, ის სისასტიკე, რითიც მოქალაქეებს დაუპირისპირდნენ, ქიმიური იარაღი გამოიყენეს ხომ ადამიანების წინააღმდეგ. რა ჰუმანურობაზე ლაპარაკობენ? ეს ქიმიური მომწამლელი იარაღის გამომყენებელი პოლიტიკოსები, ხო? სრულიად კორუმპირებული. დღეს ახლა ესენი რო სხვებს აპატიმრებენ რა, თვითონ არ იყვნენ პარლამენტში? მათ არ ევალებოდათ ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა მთავრობიდან, სად იყვნენ 13 წლის განმავლობაში, ხო? რას აკეთებდნენ? ვისჯერა ეხლა რომ დღეს დაიწყეს კორუფციაზე ბრძოლა. ვისჯერა რომ ეკონომიკა წინ მიდის, აი ახალი წლის დღეებია და ყველას გვიწევს გასვლა და რაღაცის ყიდვა, ხო? ან ოჯახისთვის, ან პროდუქტების, ახალწლის სუფრისთვის ვისატყუებენ ამდენ ადამიანს. მე არ ვიცი ხა თვითონ მათ მართლა ფინანსურად არაფერი არ უჭირთ, იმიტომ რომ ვიცით რომ აი ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრი რო იყო, ფულით გატენილ მატრასზე ეძინა ადამიანს და რაღაც სახლი ქონდა ოქროებით გამოჭედა. მაგათ რა თქმა უნდა აქვთ ასევე მაღალი ეკონომიკური ზრდაც აქვთ. შეუძლიათ იამაყონ, იმიტომ რომ საკუთარ ოჯახში ბევრი ფული შეიტანეს. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ქვეყნის მასშტაბით ჩვენ არაფერი სამწუხაროდ საამაყო არ გვაქვს და ვერ გვექნება, სანამ ქართული ოცნება იქნება ჯერ კიდევ ხელისუფლებაში და მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყველაფერი უფრო მალე შეიცვლება, ვიდრე შეიძლება ნებისმიერ. ამ იმეს მაძლევს ერთი მხრივ ზუსტად ის, რაზეც აკადემია. და ბევრი ნიხილით შეეხებდა, ეს ერთი წელი პროტესტი იყო, ხო, ქუჩაში. ხალხი შეცოტავდა რუსთაველზე, ხელისუფლების ძალაუფლება არ შეცოტავდა ასეთ. ჩემი აზრით შეცოტავდა ხელისუფლების ძალაუფლებაც, იმიტომ რომ როგორც აღნიშნა, ზუსტად ეს ლეგიტიმაცია, ეს მორალური უპირატესობის დაკარგვა. ეს არის უმძიმესი რამე ნებისმიერი ხელისუფლების. ეხლა ეს შეიძლება ცოტა აბსტრაქტულადაც ჟღერდეს, მაგრამ თავარია, იმიტომ რომ ხალხს თუ არ ჯერა რომ სამმართველიანი მმართველობა, ხალხს თუ აღარ ჯერა რომ შენ სინდისიერი ადამიანი ყავს, აი წარმოვიდგინეთ, აი გენერალური პროკურორად ვიყავდათ დანიშნული რა. ეს რაპარტი აი ქართული ოცნების მომხრეებზე ვამბობ, ხო, რომლებიც შეიძლება კიდევ დარჩათ, აი ეს მათთვის მისაღებია. ეს ხომ არავისთვის არ არის მისაღები, რომ შენ ყავდეს ხელისუფლების მთავარ საგამოძიებო ორგანოში, გენერალურ პროკურატურაში ადამიანი დანიშნო, რომ აღარ ლაპარაკობ ამ ბოტასების თუ კედების თუ რაღაცების და იმ დიპლომის გაყალბებაზე, ჯერ ერთი ეგეც დანაშაულია, ხო? ანუ პარლამენტმა რო თვალი დახუჭა იმაზე, რომ გაყალბებული დიპლომი მოიტანა იმან, ეგ კორუფცია არ არის? და ამაზე პასუხი არ უნდა მოეთხოვა. გახსოვს თავი როგორ გაიმართლა, რა? არ ემთხოვდა რა წლებში, რომ მაგ დროს ვერ დაამთავრებდიოდა. ისეთი ჭკვიანი იყო, რომ ერთი წლით ადრე შემიყვანეს სკოლაში თუ პირდაპირ მეორე კლასში დამსვეს. აი გამოჩნდა რა გენიოსი. ეგ იყო ძალიან საინტერესო საქმე, წარმოიდგინეთ. წლებში არ ემთხოვდა და პირდაპირ მეორე კლასში დამსვეს. ხო და ეს შეუძლებელია, ესენი ხო აი ნუ ვისატყუებენ, ხო? ვისატყუებენ, ანუ წარმოუდგენელი რამე, ანუ ქმნიან ქვეყანას, რომელშიც ცხოვრებაც მხოლოდ თვითონ მოწონთ.